დღეს ჩვენ აუტიზმზე უნდა ვისაუბროთ. სამწუხაროდ აუტიზმის სიხშირე პროგრესულად მატულობს ბოლო წლების მანძილზე. მეცნიერება ჯერ არ იციან ამის მიზეზი. მიუხედავად ამისა, აუტიზმი არ არის განაჩენი. თუ 2-დან 3 წლამდე მოხდება შემთხვევის აღმოჩენა, სწორი თერაპიის შემთხვევაში 50% ამ ბავშვების შემდგომში ნორმალურად ვითარდება. მე მინდა მშობლებს მივმართო. მე ვფიქრობ, მალე უკვე სახელმწიფოსგან მხარდაჭერილი იქნება ეს მუშაობა და შესაბამისად უფრო ხელმისაწვდომი ამ ბავშვებისთვის. მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებმა მინდა იცოდნენ, რომ თუ თქვენი ბავშვი 18 თვის ასაკში თითით, საჩვენებელი თითით არ მიგითითებ, თუ ხანგრძლივად არ გიყურებთ თვალებში ან თქვენ მითითებულ მხარეს არ იყურება, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ამას, მიმართეთ ექიმს. ასევე მინდა მივმართო საზოგადოებას. ამ ბავშვებს გარემოს განსხვავებული აღქმა აქვთ, მათ ჩვენი მხარდაჭერა ესაჭიროება. ჩვენ ერთად უნდა ვისწავლოთ მათთან ერთად თანაბარი უფლებებით ცხოვრება, არა სევდიანი სიბრალული სავსე მზერა, რომელიც ძალიან აღიზიანებს ოჯახს, არამედ მათი მიღება იმ თავისებურებებით, რაც მათ აქვთ და რაც მთავარია მათი სიყვარული. ჩვენი სიყვარული მათთვის საუკეთესო საჩუქარია.